უნდა იყოს, რომ ჩვენ ახლა დაბადებიდან ერთად მოვდივართ, ვენდობით ერთმანეთს, ძალიან სანდო პიროვნებაა, ვიყვარს ერთმანეთი, შეიძლება რაღაც ნათესაური და მეგობრული კავშირები გვაქვს და ხშირად გვესმის თვითფასება, რომ ეს ლამის მტრად გადაქცეულან ბოლოს. რატო ხდება ესე? იმიტომ რომ სწორად არ არის გათვლილი და გაანგარიშებული პირობა. და ესე ხდება თვითფასება ღმერთთანაც. ადვილად მოვდივართ, გვინდა ყველაფერი იყოს ჩვეულებრივი და ძალიან მარტივი, მაგრამ როდესაც რთულდება, ამის შემდეგ უკვე იწყება პრობლემები. გესმით? მე მახსოვს, როდესაც სწავლობდი ინსტიტუტში, ძალიან მიყვარდა ჭადრაკი და კომპიუტერს ვეთამაშებოდი ჭადრაკს. და ამ თამაშს ძვირფასებო გააჩნია თავისი სიძნელეები, არის კატეგორიები. პირველი, მეორე, მესამე ძალიან ადვილია, მაგრამ შემდეგ უფრო რთულდება და ძნელდება და ეს არის პირობა. გესმით? ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ შეიძლება ცოტათი გართულდეს პირობის შესრულება, მაგრამ მაინც არ უნდა დავარღვიოთ პირობა. ამენ? თუ ირღვევა პირობა, მაშინ რა თქმა უნდა ხდება შესაბამისი რეზულტატები ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს წინ. ჰალელუია! არ უნდა იყოს ზედაპირული შეთანხმება. ჩვენ კაცო ვიცნობთ ერთმანეთს და რა გვინდა. ვენდობით ერთმანეთს თვალდახუჭული. არ არის ეგრე ძვირფასებო. გესმით? ყველაფერი უნდა იყოს გაოფიციალურებული, რომ იყოს მოწესრიგებული, რომ ღმერთი წესრიგის ღმერთია. როგორია ღმერთის პირობა? ბიბლია წუთისოფლის გზაზე არის ძვირფასებო ადამიანის კაცობრიობის ჩვენი, შენი და ჩემი გადარჩენის, ხსნის და გამარჯვების პირობა. ბიბლია პირობაა. ბიბლია გვაძლევს პირობას, როგორ ვიცხოვროთ, როგორ გადავრჩეთ, როგორ გავიმარჯვოთ, როგორ მოვიქცეთ მარცხის დროს, როგორ მოვიქცეთ პრობლემის დროს, იმიტომ რომ უფალი არასოდეს არ მიგატოვებს. ამენ? იმიტომ რომ ბიბლია არის ერთგვარი ინსტრუქცია და რამოდენიმე ილუსტრაცია მინდა გაჩვენოთ და ამით დავიწყოთ ძვირფასებო. ნახეთ, როგორც საგზაო ნიშნები არის აუცილებელი მძღოლისთვის და გადაადგილებისთვის, ისე ამ ცხოვრებაში ბიბლია ჩვენთვის არის ის საგზაო ნიშნები ძვირფასო, რომელიც მოგვეხმარება, რომ ავერიდოთ სხიფაც მარცხთა ავარიებს და ბოლომდე მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე. მოდით კიდევ ნახოთ შემდეგი. სიცოცხლის ინსტრუქცია ბიბლია. და ინსტრუქცია რა არის? ძალიან ხშირად, როდესაც რაღაც ისეთ ნივთს ღებულობ, რომელსაც მოყვება და ყველას მოყვება ინსტრუქცია, არ აქცევენ ხალხი ყურადღებას. ვიცი, აგერ ჩემს მეზობელს ქონდა ესეთი და როგორ გააკეთა მახსოვს. ჩემს მეგობარს აქვს. იწყებენ კეთებას, რაღაც ფუჭდება, რაღაც ვერ მიაგნეს და ვერ გაარკვიეს და მერე მიდიან უკვე გაფუჭებულ საქმეზე მიდიან ინსტრუქციის სანახავად. და ბევრი ესე ცხოვრობს, ბევრი ქრისტიანი, როცა პრობლემები იწყება, მაშინ უბრუნდება ბიბლიას. და ბიბლია დასაწყისიდანვე უნდა იყოს მუდმივი შენ ცხოვრებაში. ყოველდღიური რამოდენიმეჯერ უნდა იყო მის კითხვაში. ძვირფასებო, იესოა რას გვეუბნება? არა მხოლოდ ყოველ დღე და რაღაც დროის განმავლობაში. დღისით და ღამითაც არ მოშორდეს შენს თვალებს ჩემი სიტყვაო. ამენ? ეს არის პირობა, რათა შენ ღმერთს მოთხოვო. ის პირობა, რომელიც დაგფირდა. ღმერთი აუცილებლად ასრულებს და შეგისრულებს იმ პირობას, რომელიც დაგფირდა, თუ შენ ასრულებ იმ პირობას, რომელიც არის შენზე დაკისრებული. რა იყო ძვირფასებო ედემის ბაღის პირობა? გახსოვთ, რომ რა უნდა გააკეთო და გააკეთო აუცილებლად და რა არ უნდა გააკეთო. ესეც პირობაა, გესმით? ჩვენ მოგწონს მხოლოდ ის პირობა, რომელიც რაღაც ჩვენსკენ არის, უკეთესი არის, რაღაც წინსვლისკენ არის, მოფერებას ეხება, ხარდაჭერას ეხება, გამხნევებას ეხება, კურთხევას ეხება, სასიამოვნოა ესეთი პირობა. მაგრამ ხილებას პირობაა.
ამენ? დარიგებას ჭკუიც პირობაა. სწავლებაც პირობაა. წრთვნაც პირობაა. ღმერთს უყვარს რომ იყო დისციპლინირებული და დისციპლინა პირობაა. ხარ დისციპლინირებული? ამიტომ ძვირფასებო ნახეთ, უფლის პრინციპი არის, რომ იყო შემსრულებელი ამ პირობის და ედემის ბაღში ღმერთმა უთხრა, ეს უნდა გააკეთო და აუცილებლად რომ მიიღო ის რაც დაგპირდი და რასაც და ეს არ უნდა გააკეთო არავითარ შემთხვევაში, რადგან მიიღებ იმას, რასაც გაფრთხილებ და იმიტომ მოხდა ედემის ბაღში დაცემა და ეს დიდი პრობლემა დატრიალდა, რომ არ შეასრულეს პირობა ძვირფასებო. გესმით? ღმერთი არ გაძალებს. მაგრამ თუ შენ მას თხოვ რამეს და ჩვენ უფრო მეტად და ბევრს თხოვთ ღმერთს ვიდრე ის, მაშინ აუცილებლად უნდა შეასრულო პირობა. თქვი აუცილებლად უნდა შევასრულო პირობა. ბიბლია არის პირობა, სადაც პასუხისმგებლობა ორზეა, ძვირფასებო, ორ მხარეზეა, მინიმუმ ორ ადამიანზე და მათ შორის დადებული პირობა. ერთი ხარ შენ და მეორეა ღმერთი. პირობის მხარე ერთი ღმერთია და მეორე შენ. ამიტომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის პირობას. ასრულებს? შენ ყოველთვის ასრულებ პირობას? ამიტომ იცი, უნდა დაიწყო კარგად და მკაფიოდ შესწავლა იმ პირობის, რასაც ღმერთი გაძლევს. და ეს მოგეხმარება, რომ გამოსწორდე და დაიწყო შენი დაპირების შესრულება. ღმერთი ასრულებს ძვირფასებო ასევე პირობას კიდობაში შემსვლელთათვის. გებულობთ? ღმერთმა პირობა მისცა. შენდება კიდობანი, უნდა მოვიდეს წარღვნა, ვინ შევა, გადარჩება. ეხებოდა ყველას. კიდობანი დღეს განსახიერება პროტოტიპია ეკლესიის ძვირფასებო. ჩვენს ეკლესიას სიმბოლური მეტსახელი, ზედმეტსახელი აქვს, ქრისტეს კიდობანი. დღეს ქრისტეა ყველას გადამრჩენი. არა სხვა რაღაც, თქვა ნაგებობა და ასე შემდეგ. ამენ? ამიტომ ღმერთმა დადო პირობა და ის ასევე ამცნობდა მათ პირობას, თუ რა დაემართებოდა ადამიანს, იმ შემთხვევაში თუ არ შევიდოდა კიდობანში. გესმით? ღმერთმა კი არ დაღუპა ხალხი. ადამიანები დაიღუპნენ, იმიტომ რომ დაარღვიეს პირობა. მოდით ნახოთ ეს ილუსტრაცია. ჩვენ ვხედავთ კიდობანს, რომლის კარები დაკეტილია და ხალხი, რომელიც იღუპება და იხრჩობა. ღმერთმა დაახრჩო? არც ღმერთს დაუხრჩია და არც წყალს დაუღუპია ეს ხალხი ძვირფასებო. ეს ხალხი დაიღუპა იმიტომ რომ დაარღვია პირობა. ღმერთმა გააფრთხილა. ღმერთი დღეს აფრთხილებს კაცობრიობას, რომ ერთადერთი გზა მასთან მისასვლელი იესო ქრისტეა და არა სხვა რაღაცები და ვიღაცები. ძვირფასებო, ჩვენ ვართ ცოცხალი ღმერთის მსახურნი. ჩვენ წარმოვადგენთ პროტესტანტულ ეკლესიას და ხმამაღლა ვამბობ ყველასთვის, განსაკუთრებით ვინც ისმენს და მოგვისმენს, რომ პროტესტანტული ეკლესიაც არ არის გზა და გადარჩენა და მისასვლელი ღმერთთან. ესმეთ, იესოა. არც ერთი ეკლესია არ ითვლება და ვერ იქნება ღმერთთან მისასვლელ გზად. ეს არის უმნიშვნელოვანესი პირობა ძვირფასებო, რომ ხალხი ამბობს, მე ეს გზა მაქვს, მე ის გზა მაქვს. ერთია გზა და იესო თქვა, რომ მე ვარო. სხვა ვერავინ ვერ ბედავს ამის თქმას. არავის არ უთქვამს. არც ერთი რელიგიის, რომელიც ყველა არის ადამიანის მოგონილი. არც ერთი რელიგიის ლიდერი, წინამძღვარი არ ამბობს თავის დოქტრინაში, რომ მეც ვარ გზა. ალტერნატივა იესო ქრისტეს. ამენ? ამიტომ ჩვენი ეკლესია კი არ არის გზა. იესო ქრისტეა გზა. ამიტომ იესო ქრისტეს მიყევი, ცოცხალი უფალი, ის გახდეს შენი მხსნელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პირობა იმისთვის, რომ გადარჩე. ეს არის ერთადერთი პირობა, უალტერნატივო. ჰალელუია.
იცით შენ სად გინდა რომ იყო არავის არ უნდა რომ იყოს ერთი მათგანი თუმცა მეორე ესე ვთქვათ კატასტროფა ერთგვარი რომლითაც დამთავრდება ეს წუთი სოფელი არ იქნება წყლის მიერ ერთმა თქვა ცეცხლი იქნება უძვირფასო ესმენთ არავის არ გვინდა იქ რომ ყოფილიყავით არ გვენდომებოდა წყალში დახრჩობა რომ ჩვენს წინ დაკეტილიყო კიდობნის კარი და არავის არ გვინდა ვიყოთ იმ ცეცხლში რომლითაც დამთავრდება ეს წუთი სოფელი აღსასრულის დროს მაგრამ რა გინდა და რა არა ეს არაფერს არ წყვეტს როგორ შეასრულებ პირობას ამაზე იქნება ძვირფასებო ყველაფერი დამოკიდებული ამენ მოდით ერთი მაგალითი ელემენტარული მზე ნუ ცოტათი იმალება ამ ბოლო დროს ეს მზე და საერთოდ აირია ყოველგვარი ამინდი ესმეთ საერთოდ დუნია არეულია მაგრამ მზე ხომ მაინც არის ხანდახან ხომ გამოიჭიტება ნუ ეფარები გორასა ხო გაიყინა ხალხი კაცო მაგრამ მზის პირობა რა არის ვიფასებო გაგინათოს მზის პირობა გაგათბოს მზის პირობა გაგაშროს ბევრი პირობა აქვს ამოყენებული მზეს მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დაგწვას მაგრამ მზე კი არ გწვავს თუ შენ პირობას არ შეასრულებ რომ დიდხანს არ უნდა იყო მასთან დაიწვევი გაგიგონიათ ესეთი გამოთქმა მზის დარტყმა აი როგორც მოკრივე მოდის მზე და პირდაპირ ნოკაუტში გაგდებს რა შემთხვევაში თუ პირობას არ ასრულებ მაგრამ მზე არაფერ შუაში არ არის აქ არის თავარი შენი დარღვეული პირობა ამიტომ ადამიანი თავის ცხოვრებაში ძვირფასო ვინც ქრისტეს მიყვება და თავს თვლის ქრისტიანას მის მოსწავლედ და მიმდევრად უნდა ასრულებდეს იმ პირობას რომელიც არის გამომდინარე ორხვრივად დადებული ღმერთთან და არა ის რაც მას აწყობს და რაც მას უნდა ამენ პირობა ყოველთვის გაფრთხილებს და ემახსოვრეთ პირობა გამოფრთხილებელია პირობა არ არის რომ გიბრძანებს რაღაცას გაიძულებს გეხვეწება პირობა გაფრთხილებს მაგალითად შუქი გაგეთიშება ხო მოდის SMS-ები გამარტივებულია დღეს ყველაფერი დრო მთავრდება შენ ერთი თვე გამოიყენეს ხო გაზი გადაგეჭრება წყალი შეწყდება ის პირობას გაძლევს გინდა შუქი გინდა გაზი გინდა წყალი გადაიხადე არ გადაიხდი შენი საქმეა შეგიძლია არ გადაიხადო მაგრამ არ გექნება შუქი არ გექნება გაზი არ გექნება წყალი ესმენთ გინდა ზეცსა და სამოთხე ვის უნდა პირობაა ძვირფასებო რომ მიიღო რაღაცები უნდა მიატოვო ვიღაცები უნდა მიატოვო უარყო უნდა კეთილი უნდა ინებო აიღო შენი ჯვარი და გაყვეუფალს ამენ ამ პირობის შესრულების გარეშე მე როგორც მინდა მე როგორც მაწყობს მე როგორ გუნება განწყობაზეც ვიქნები როცა მომეხერხება როცა კარგი ტაროსი დადგება და ასე შემდეგ მასე არა ძვირფასებო დასაწყისში ვილაპარაკე ხო თესვასა და მკაზე მე თუ მომინდება თუ რაიმე საჭიროება არ მიქნება როცა ვალები აღარ მექნება როცა რაღაცას შევიძენ მერე დავიწყებ თესვას და მერე დავიწყებ შეწირვებს ესე არ არის ამენ ეს არის ის პროცესი რომელსაც ადამიანი უნდა აკეთებდეს ყოველთვის ჰალელუია იცი მუდმივად უნდა პატიობდე ო გააჩნია ვინ არის რა დანაშაული მიუძღვის რა ხარისხის წყენა ესაკნა მოხდა ამ კონფლიქტის დროს ესე არა შენ მუდმივად უნდა პატიობდე თუ გინდა რომ გაპატიოს ღმერთმა ამენ პირობა გინდა ღმერთმა გაპატიოს ვის უნდა რომ აპატიოს უფალმა მაშინ შენ უნდა აპატიო ტყუილად ნუ ლოცულობ თუ ლოცულობ საერთოდ მამაო ჩვენოს მაპატიე როგორც მე ვპატიობ ადამიანს რა უნდა იცი მაპატიე
მაპატიე, ეს პირობა არ არის. ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვასრულებ მე პირობას, რომ უნდა ვაპატიო. უნდა ვიცოდე, რომ მეპატიოს, უნდა ვაპატიო. ამენ ძვირფასებო. რომ გეპატიოს და დაიმახსოვრე შენ უფრო მეტი გაქვს საპატიებელი ვიდრე ის, ვისაც უნდა აპატიო შენ. ამაზე იგავი აქვს საინტერესო მეტაფორულად იესოს, ხო? რომ ერთმა ადამიანმა არ აპატია, სულ პატარა მცირე, რაღაც 50 ლარი. და მას ჰქონდა, არ ვიცი, 9 მილიონი. ესმეთ? გაიგო ეს ბატონმა, გაანთავისუფლა ის პატარა მევალე და ეს ჩასვა, იმიტომ რომ სანამ არ გადაიხდი მანამდე აქ იქნებიო. დაიმახსოვრე, შენ უფრო მეტი გაქვს აპატიებელი. ამენ, ვიდრე ვინმეს შენს მიმართ. რაიმე ჩაუდენია. ჰალელუია. პირობის შეუსრულებლობა გაყენებს ზიანს. ამიტომ უნდა ისწავლო შესრულება. ესეთი გამონათქვამია ძვირფასებო ჩვენს ენაში ალბათ გაიგონიათ. ყავლი გაუვიდა. ეს ნიშნავს რომ ვადა გაუვიდა. აღარ ვარ გაუკვე, უვარგისია. აღარ არის აქტუალური დღეს. და სიტყვა ყავლ, თქვი ყავლ. არაბულად ნიშნავს პირობას. და ეს ფუძე გააჩნია ამ სიტყვას. ვადა გასული რაიმე. დაიმახსოვრე რომ ბიბლიას არასოდეს არ გაუვა ვადა. ბიბლია არასოდეს არ გაუვა ყავლი. შეიძლება რაღაცას და ვიღაცას გაუვიდეს, მაგრამ ბიბლიას არასოდეს. ჰალელუია. ღმერთმა მოსეს მისცა ფიქალები ძვირფასებო, მოდით ნახოთ ეს ილუსტრაცია. ნუ პირობითია რა თქმა უნდა. არ გვინახია მოსე, არ არსებობს მისი სურათი, არც საფლავი იცის არავინ სად არის, იმიტომ რომ ღმერთმა დატოვა ესე, მაგრამ მან ღმერთის თანდასწრებიდან ჩამოიტანა აღთქმები, ანუ ერთგვარი პირობა ძვირფასებო. ამენ. და მოსეს ფიქალები სამარადისო პირობაა. სამარადისო, რომელიც არ იცვლება. გახსოვთ 10 მცნება. ეს არის პირობა. და ამ პირობაში ძვირფასებო, მე მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება ყველაზე საშინელ დანაშაულს, რომელსაც ადამიანის ჩადის. ამაზე საშინელი ამ ცნებაში არც ერთი არ არის, რომელზეც ახლა მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. და ეს არის, როცა ღმერთი ამბობს, რომ ჩემს გარდა არავის არ ეთაყვანო, არ გაიხატო ხატად და კერპათა. მოდით ნახოთ ეს. არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლაცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცემათ და არ ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვებს, შვილებს მოუკითხავ და ჩემს მოძულეებს მოუკითხავ მესამე და მეოთხე თაობაში. ხოლო წყალობის მყოფელი 1000-ობით თაობისათვის ვიქნები, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის ვიფასებო და ამას ადამიანები ძირითადად იცით როგორ ძალიან სწრაფად კითხულობენ ხოლმე რომ შემდეგ მცნებაზე გადავიდნენ, იმიტომ რომ ეს მეორე მცნებაა. პირველი არ იყოლიო სხვა ღმერთი და მეორე არ ეთაყვანო არავის და ნახეთ ვიფასებო როგორი პირობა დევს შენსა და ჩემს წინაშე. როგორი პირობა დევს კაცობრიობის წინაშე. და ეს მოქმედია არ აქვს მნიშვნელობა ვის ჯერავს და სწამს ამისი და ვინც არის თუნდაც ათეისტი. ნახეთ, ვინც კერპებს და ხატებს ეთაყვანება. გესმით? ყველაფერს, რასაც აღმერთებს და ანიჭებს უპირატესობას ვიდრე ღმერთს, უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე ღმერთს. ნებისმიერი რამ, რასაც ადამიანი უთმობს უფრო მეტ დროს, ვიდრე უფალს, ვიდრე ეკლესიას, ვიდრე ბიბლიას და მასთან მუშაობას, კერპთაყვანისმცემლობაა. ამენ. უფალი ამბობს, რომ კერპთაყვანისმცემელი ვერ მოხდება სასუფეველში, ეს პირობაა ძვირფასებო. ამიტომ თუ შენ გინდა იქ მოხდე, არ უნდა იყო კერპთაყვანისმცემელი. არ ვიცი, გადახედე, რამდენ დროს უთმობ უფალს, რამდენ დროს უთმობ სიტყვას, რამდენ დროს უთმობ მას.
და სხვა ყველაფერს შეიძლება თქვა დრო არ ამაქვს. იმისთვის საიდან დრო? იმისთვის როგორ პოულობ? და ნახეთ უფალი რას ამბობს. მისი პირობა არის საზარელი მოსასმენი. მაგრამ ღმერთი არ ჩერდება ამ ცუდ პირობაზე, ის კარგსაც, სასიამოვნოსაც, კურთხევასაც იძლევა ძვირფასებო. ნახეთ, ვინც ღმერთის ნაცვლად კერპებს და მხატებს ეთაყვანება. ნახეთ რა წერია. მოვკითხავო მათ ამ მამების ცოდვას, შვილებს. გინდა შენ შვილებს შენი ცოდვა მოკითხოს ღმერთმა? აქ ამბობს ის, რომ ამას ეს არის პირობა, რომ შენი შთამომავლობა იყოს პრობლემაში, თუ შენ ამ სისულელეებით ხარ დაკავებული. არ ვიცი ამას რა უწოდო. იკითხე ბიბლია და აღმოაჩენ რას ამბობს ღმერთი კერპთაყვანის ცემელზე. ღებულობ როგორც ღმერთის სიტყვას? რასაც გეუბნები? არის ეს ღმერთის სიტყვა? არის ეს ღმერთის სიტყვა? ნახეთ, ეჭვიანი ვარ და მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ. ნახე, მესამე და მეოთხე თაობაში. მე თუ კერპებს დაუწყებ თაყვანისცემას, ღმერთი მოკითხავს ამას ჩემს შვილს, მის შვილს, ანუ შვილის შვილს, მის შვილს, ანუ შვილთა შვილს და მეოთხე თაობას. ვის უნდა ეს? ესა პირობა ძვირფასო. ჩემო კარგო. და ალბათ აქ არ არის ვინმე ისეთი, მაგრამ მე მივმართავ ვინც მოისმენს ამას. წაიკითხე ეს ადგილი. დაიმახსოვრე ეს ადგილი. შეისწავლე ეს ადგილი. გაუფრთხილდი ამ ადგილს და შეასრულე. ამენ. მაგრამ თუ კერპთაყვანისცემელი არ იქნები, ათასობით თაობისთვის, შენი შთამომავლობისთვის, ის იქნება წყალობის მყოფელი. ჯობია ეს პირობა? ამენ. იმიტომ რომ ჩემი მოყვარული ხარ და ჩემი მცნებების დამცველი და თუ ამას არ აკეთებ, მაშინ მოძულე ხარ ჩემი. გესმის? მოვკითხავ ჩემს მოძულებს. იცი, ღმერთო მიყვარ ხარ და რაღაც ქანდაკს, ქმნილებას ეთაყვანები. კი არ გიყვარს ამით ღმერთი, გძულს და იწყევლება შენი შთამომავალი. და ღმერთს არ უნდა ეს, რატო გვეუბნება? არ უნდა რომ ეს პირობა შესრულდეს შენ ცხოვრებაში, მას უნდა მეორე პირობა შესრულდეს, რომ წყალობა გიყოს. გინდა შენი შთამომავლობა შეიწყალოს უფალმა? გინდა? მაშინ აღასრულე ეგ სიტყვა. ჰალელუია. გებულობთ? მას ვინც ზულს ღმერთი ესე უყურებს, არ ეთაყვანები ღმერთს და რაღაცას და ვიღაცას ეთაყვანები, ადამიანის შეთხზულს, მონაჯღაბს. მაშინ გძულს ის და ეს ცოდვა, რომელიც შენ შთამომავლებაზე მოიკითხება, მაგრამ თუ გიყვარს და ცოცხალი ღმერთის თაყვანისმცემელი ხარ, ის მწყალობელია ათასობით თაობისთვის. გთხოვთ დაიმახსოვროთ ძვირფასებო. ესე ღიად არ მელაპარაკია ამაზე. მინდა რომ მიაქციო ყურადღება, რას ნიშნავს კერპთაყვანისმცემლობა და რას ნიშნავს ღმერთ თაყვანისმცემლობა. უფალმა გაკურთხოთ. ჰალელუია. არ დაარღვიო პირობა. იმიტომ რომ შეწყალების პირობას გვაძლევს ღმერთი ამ მეექვსე მუხლში. ღმერთი მოწყალე ღმერთია. ამენ. ამიტომ გამოიყენეს პირობა, რომ ყოველთვის იყო შეწყალებული და აღასრულე მისი სიტყვა. ძვირფასებო, მეორე რჯულის 22 თავი. ეს არის, ესე ვთქვათ, ბუკეტი პირობების. იქ არის უამრავი პირობა წაყენებული. ფაქტიურად ეს თავი შედგება 68 მუხლისგან და 68 მუხლი არის პირობა. პირველი 14 მუხლი არის პირობა სასიკეთოდ და დანარჩენი 15-დან 68-ის ჩათვლით, ანუ 54 მუხლი არის წყეულების პირობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა წყეულება, გვინდა კურთხევა. არ გვინდა სიკვდილი, გვინდა სიცოცხლე. ამენ. არ გვინდა მარცხი, გვინდა წარმატება. ეგრეა ძვირფასებო.
და აქ არის მოცემული ეს ყველაფერი და მინდა რომ სერიოზულად შევისწავლოთ, როგორც არასოდეს ისეთი გულდასმით დავიწყოთ ამ თავის შესწავლა. ნახეთ, იწყება თუ და როგორც გითხარით თუ ეს არის ერთგვარი პირობა, ანუ პირობის წაყენება. თუ მოусმენ, თუ დაიცავ, თუ აღასრულებ, თუ ივლი მისი გზით. მაშინ პირველი 14 მუხლი გეკუთვნის თუ ამას აკეთებ. მოდით ნახოთ 28 თავის პირველი მეორე მუხლი ძირფოსნო. ყველას ვერ წავიკითხავთ ახლა. თუ გულდასმით მოусმენ. ნახეთ, ისე კი არა ვისმინე რა. ცალი ყური სადღაც იყო, გულდასმით. შენი ღმერთის ხმას, სხვას არა, სხვის ხმას არა, სხვა ღმერთის არა, ვითომ ღმერთის არა, ცრუ ღმერთის არა, ცოცხალი ღმერთის. ამენ. თუ დაიცავ და აღასრულებ. რათა დაიცვა, თუ დაიცავ. მაშინ რომელსაც გამცნებო, გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა. ამენ. და იქ ჩამოთვლილია კურთხევები. საოცარი კურთხევები ძვირფასებო. ის შენი გახდება თუ დაიცავ, თუ მოусმენ, თუ აღასრულებ და თუ მის გზაზე იქნები. ამენ. სასწაული პირობა, რომელსაც გვაძლევს ღმერთი. თქვი თუ. ამენ. ჰალელუია. მაგრამ თუ დაარღვევ, თუ გზიდან გადაუხვევ, თუ არ შეასრულებ, მაშინ ყველაფერი იქნება პირიქით, ყველაფერი იქნება პირუკუ. ამენ. თუ არ შეისმენ, თუ არ დაიცავ, თუ არ აღასრულებ, თუ არ ივლი მისი გზებით, აი ამ პირობების შესრულებით, იმიტომ რომ ესეც პირობის შესრულება, როცა არ იცავ, პირობას ასრულებ. ამენ. ფაქტიურად, როდესაც არ იცავ, არ აკეთებ, არ მიყვები, მის გზაზე არ დგეხარ, შენ რაღაც პირობას ასრულებ. ჰალელუია. ეს შემდეგ გადაიზრდება ოჯახურ პრობლემებში, ჩემთვის ძალიან მტკივნეული 51 მუხლი, მოდით ნახოთ ძვირფასებო. გააჩენ ძეებს და ასრულებს, მაგრამ არ შეგრჩებიან, რადგან ტყვედ წავლენ. მეგობრებო, არ არის სავალდებულო პირდაპირ გაიგოს ადამიანმა, ჩემი შვილი ციხეში არ არის, ესე იგი კარგად არის. ვისთან არის? თუ შენი შვილი არ არის უფალთან, ის ტყვედ არის წასული. ამენ. სად არის შენი შვილი? ვისთან არის შენი შვილი? რა ტყვეობაშია, ვის ტყვეობაშია? რელიგიის, კერპების ძირითადად, ან საერთოდ ათეიზმის. ვის ტყვეობაშია და რატომ არის? პირობა სრულდება. გესმენთ? იმიტომ რომ არ ასრულებ, არ მიყვები, არ უჯერებ, გზიდან გადაუხვიე. და იცით, ერთ-ერთი პირობა კიდე რატო დაემართება იმ 54-ვე მუხლში აღწერილი საზარელი პრობლემები ადამიანს, სული, შვინის, სხეულის პრობლემები. ფაქტიურად ყველა დაავადება, რაც კი ვიცით და არ ვიცით, არის ჩაწერილი ამ თავში. რაც დღეს ხდება. ნახეთ, 47 მუხლი რას ამბობს, მეგობრებო? რადგან არ ემსახურებოდი უფალს შენს ღმერთს სიხარულით, კეთილი გულით და სიუხვით. ნახეთ, ემსახურებოდი, მაგრამ ისე რა, ჩვეულებრივად. თუ სიხარულით არ ემსახურები, თუ სიხარულით მომსახურება. აი, უდიდესი სიხარულით უნდა დაიწყო მომსახურება. თუ ამას არ აკეთებ, მაშინ სხვა პირობა სრულდება შენზე ავტომატურად. თუ ნახე, კეთილი გულით არ აკეთებ, ისე აკეთებ რა. მავალდებულებენ და კარგი რა. კაი, უფალო მთხოვ პატიებას. კაი, მეც რომ მეპატიეს, კაი, გაპატიე რა. ეს მთელი გულით არ არის. გესმენთ? შენ გეშინია რომ გეპატიოს და არ დაიღუპო და ამიტომ პატიებ. პატიო, არა, სიყვარულით უნდა გააკეთო. ამენ. და სიუხვისთვის უხვად უნდა აკეთებდე, ესე კი არა ზედაპირულად. გესმენთ მეგობრებო, ერთ-ერთი პირობა, რატომ სრულდება პრობლემები ადამიანის ცხოვრებაში. არ კეთდება მთელი გულით, არ კეთდება სიხარულით, არ კეთდება სიუხვით. გთხოვთ, მიიღე დავალებად
სიღრმისეულად დაიწყე 28 თავის შესწავლა მეორე რჯულის. კარგად გააანალიზე ყველაფერი. ეშმაკი ეცდება, რომ დაგარღვევინოს პირობა მეუღლესთან, ამიტომ რომ პირობა იდება, აღთქმა იდება კავშირში. გესმით? ის ეცდება დაგარღვევინოს პირობა ეკლესიაში, ის ეცდება დაგარღვევინოს პირობა საზოგადოებაში, ის ეცდება დაგარღვევინოს პირობა ღმერთთან. ამიტომ გთხოვთ, რომ ამას მიხედოთ ძვირფასებო. რატო წერია? გაიხსენე პირველი სიყვარული. ამენ? გაიხსენე პირველი სიყვარული. რატო გჭირდება გახსენება პირველი სიყვარულის? პირობა დარღვეულია და ამიტომ გაიხსენე პირველი სიყვარული ოჯახში. რამ გამოიწვია? რა ადვილია რო თქვა, რომ იმის ბრალია, ჩემი არა. გესმით? გაიხსენე პირველი სიყვარული ეკლესიაში. გაიხსენე პირველი სიყვარული ღმერთთან. სათხარ, როგორია ის დღეს? ამიტომ რომ ეშმაკის პირობა რომ დაგარღვევინოს. ამენ? მისი მისია რომ გადაგიყვანოს წარმატებიდან წარუმატებლობაზე. აღმოგაჩინოს იქ. ჰალელუია. წარმატებული ოჯახის პირობა რომ უღელს ინაწილებდე სიცოცხლის ბოლომდე. ამენ? ასევე მნიშვნელოვანი პირობაა ძვირფასებო უფლის. არ შეყო უცხო უღელში თავი. ეს ისეთი ერთგული და პატიოსანი ადამიანია. თან შესაძლებლობა აქვს და კარგი შემოსავალი. მოდი მასთან ერთად დავიწყებ რაღაც საქმიანობას, ერთგვარ ბიზნესს. უფალი ამბობს, რომ ვინც შენი რწმენის არ არის, შენი გაგების, შენი ჭკუის, შენი შეხედულების, შენი ხასიათის, არ შეკრა მასთან კავშირი. გაფრთხილებს უფალი, რა საერთო აქვს სინათლე სიბნელესთან? ღმერთს კერპებთან. გესმით? სინათლე სიბნელესთან არანაირი. ჰალელუია. არანაირი საერთო არ აქვს არაფერს. ამიტომ მიაქციეთ ამას ყურადღება. არავითარ შემთხვევაში. ძვირფასებო, ნახეთ, ცუდი საზოგადოება ყნის კეთილ ზნე ჩვევას. მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაცია. საკმარისი არაა რომ შენ იყო კარგი. ცუდს უნდა მოშორდე, თორემ ჩაგითრევს, სულს გამოგაცლის და დაგალპობს. ძვირფასებო, ნახეთ, მე მომყავს ესეთი მაგალითი ძალიან მომწონს. გოდორში ან ყუთში, სადაც არის ბევრი მანდარინი. ერთი რო დალპეს, რატო ალპობს დანარჩენს? რატო არ შეუძლია სახს, ჯანსაღს, ჯამრთელ მანდარინს იმ ერთი დალპალის გადარჩენა? გესმით? ესია ეს ცხოვრება. ამიტომ მოერიდეო ცუდ გარყვნილ საზოგადოებას, იმიტომ რომ ის გაფუჭებს შენ. თუ გინდა შენი ახლობელი იყოს. გესმით? თუ გინდა შენიანი იყოს და უფალი რას გვეუბნება? კაცის მტერი ვინ არის? ეშმაკი კი არა. შინაური. მას კი არ უნდა შენი დაღუპვა, მაგრამ ეშმაკის პირობა, რომ თვითონ დაღუპულია და შენაც დაღუპოს. და შენ ეცდები თითქოს რაღაც ღმერთს დაეხმარო, გესმის? შენს თავს მიხედე. შეუბრუნდი შენს გვერდით და უთხარი, შენს თავს მიხედე. და როდესაც სწორად მოიქცევი, ეს უფრო გადაარჩენს და იხსნის მას. ამენ. უთხარი შენს გვერდით ვინც ის რომ შენს თავს მიხედეო? შეუბრუნდი და უთხარი, შენს თავს მიხედე. ჰალელუია. კი არ გაუცინო. უთხარი შენს თავს მიხედე. დროა დაიწყო შენი თავის მიხედვა. ჰალელუია. შენი პირობებით დადგენილი ქრისტიანობა შენ რო გინდა, დამღუპველია.
თქოსებო, საულმა დაარღვია ღმერთის პირობები და შესთავაზა უფალს ხორციელი პირობები. გახსოვთ? ნუ სთავაზობ შენს პირობებს ღმერთს. შენ არ გჭირდება პირობების წაყენება. შენ გჭირდება უფალს უთხრა როგორც ჯარისკაცმა. არის უფალო, არის ბატონო, არის მბრძანებელო. ამენ. ღმერთს აქვს ის პირობები წაყენებული, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად საკეთილდღეოა. სასწაულია.